მეგობრებო, იცოდით რომ ანასტასია ყორღანაშვილს კი არ უნდა რომ მომღერალი გამოვიდეს. მომღერლებს უნდათ რომ ანასტასია ყორღანაშვილი გამოვიდნენ. დიახ, მაშ ასე მივესალმოთ ჩვენთან სტუმრად და მომღერალი ანასტასია ყორღანაშვილი. დედა მოგბრძანდით, როგორი ლამაზი ბრძანდებით. სალამი, გამარჯობა ანასტასია. გამარჯობა. ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა. ნახე და თავდაჯერებულია. დღეს დილით ნატრობდი რაიმე ღმერთი კარგი სიმღერა მომასმენინა მეთქი და 100 აგიხდეს ყველაფერიო ხო არის ნათქვამი. რამდენი წლის ხარ? მე 8 ვარ. 8 წლის ბრძანდება ანასტასია. საიდან ჩამოხვედით თქვენ ჩვენთან? მე ჩამოვედი საგარეჯოდან. საგარეჯო და მივესალმებით საგარეჯოს. როგორ ფიქრობ ახლა შენ საგარეჯოში ყველაზე მაგარი მომღერალი ხარ თუ კონკურენტები ყავს? ყველაზე მაგარი მომღერალი ვარ და კონკურენტები არ ამყავს, იმიტომ რომ ვინც ამყავდა, ყველა დავიმეგობრე. რა კარგი გამოსავალი უპოვრია ადამიანს და ტაქტიკა მომწონს შესანიშნავია, ესე იგი კონკურენტი კი არა, მეგობარია კაცო. აი საგარეჯოელი ბავშვისთვის შენი აზრით რომელი უფრო რთული შეკითხვა არის? აი დედა უფრო მეტად გიყვარს თუ მამა თუ ხაშლამა უფრო გიყვარს თუ მწვადიო? მე დედა და მამა ძალიან მიყვარს ერთნაირად. ეგ კითხვა არ დამისვა რომელი უფრო მიყვარს? არა, მაგას არ დაგისვავ რა თქმა უნდა შენ ის მითხარი. მწვადიდან და ხაშლავიდან მწვადი მიყვარს, იმიტომ რომ კახელი ვარ კაც. მოიცა ეხლა ეგრე არ არის შენ გინდა თქვა რომ კახელებს ხაშლამა არ უყვართ? არა უყვართ, მაგრამ მწვადი უფრო უმეტესობას. კი ბატონო, უფრო მეტ მწვადი ყვარებია. კაცია და გუნებაო და რა ვიცი, აი, ასე შევთავაზე. ახლა ფაქტიურად შენ ხარ გასტროლზე ჩამოსული ჩვენთან, ხო? ხარ სადმე ნამყოფი კიდე? კი. სად აბა? სიმღერით გავიმარჯვე ერთ-ერთ პროექტში და გავფრინდი ჩეხეთში. უყურე შენ? ეგ რა არის, რა მომიტანე? ჩემი დაწერილი ლექსები. ბატონო? ჩემი დაწერილი ლექსების კრებული გვაქვს? შეიძლება წავიკითხო რამე? პირველი ლექსი მომეწონა მამას. ასე უწევი. გიყვარს მამა? კი. აქ ხო არ არის შემთხვევით? არა. აბა სად არის კაცო? მუშაობს. ყოჩაღი ადამიანი. კარგი. შრომელი ადამიანია. შრომელი ადამიანია. დედას, მამაზე ხო ვისაუბრეთ, ეხლა დედაზე. ზამთარი მოვიდა ფიფქები. შენ ჩემო დედიკო, სულ ჩემთან იქნები. როგორი ოქროს ლექსია. საოცარია. ეს ლექსების წერა როდის დაიწყე მითხარი? მე მგონი 7-ის ვიყავი პირველად რო დავწერე. ანუ 1 წელია ფაქტიურად დამწყებისთვის გადასარევად წერს ბავშვი. ახლა მითხარი რაზე ოცნებობ? პარიზში გავფრინდე. პარიზში რა გინდა? ანუ მთლიანად პარიზი მაინტერესებს, იმიტომ რომ აი ეიფელის საგარეჯო არ ჯობია პარიზ? ჯობია, საგარეჯო უკვე ახდენილი ოცნებაა. კი ბატონო. პარიზის ამბები ძალიან რთული არ არის დარწმუნებული ვარ ეხლა მე, ხო? ანუ ისეთი რაღაცეები ამიხდა, რომ პარიზი ისეთი ძნელიც აღარ იქნება. დიახ, და ასე იქნება სულ ყველაფერში აბსოლუტურად დარწმუნებულები იყავით. ვისთან ერთად მობრძანდი მითხარი ახლა? მე მობრძანდი მამი და ჩემთან, დედა ჩემთან, ჩემ მასწავლებელთან. მამა მუშაობს გავიგე? ხო. პაპაც არ არის. პაპაც არ არის. პაპაც მუშაობს, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. ჩემ დასთან, ჩემ ძმასთან, ჩემ ორ ბებოსთან და კიდე ვინმე არის? დარჩით ვინმე? სახში მამა და პაპა დარჩნენ კიდე? არის კიდე ვინმე იქ და? ორივე მუშაობს და. ხო, არა, ის ორი რა თქმა უნდა, უნდა იმუშაონ. აპლოდისმენტები მათ რომ მუშაობენ ამისთვის და რა თქმა უნდა, მშობლებსაც მობრძანებისთვის. სახში არავინ არ არის, ყველა მუშაობს. ხო, რა თქმა უნდა, ეჭვისად მეპარება. ზოგი მღერის, ზოგი ვენახშია, რა ვიცი, 1000 რაღაცა ხდება და აქ დედიკო არის, ხო, მოსული? მოგესალმებით, პატივცემულო. როგორია ცელქია? არა, ცელქია. როგორ იქნება ეს ცელქი? არ იქნება ცელქი. ხარ ცელქი? ვარ. რა საშავებ ხოლმე მოყევი? ვერ ჩამოვთლი ახლა. ერთი მითხარი ყველაზე მეტად რასაც აშავებ? ვერა. არ გეტყვი? კი ბატონო, მიღებულია პასუხი, არ მეტყვის ეთყობა ისეთ საშავებს, რომ ჯობია არ გვითხრას, მივხვდით, კი ბატონო. ახლა
მითხარი შენ როგორი მუსიკა გიყვარს და როგორი სიმღერები? გიჟური, ცელქი და აი ენერგიული, ემოციური. აჰა. იცი რა, მე აქ ვიცი რომ შენი პედაგოგი არის მოსული, მართალია? მართალია, მარინა ურდულაშვილი. კი ბატონო, ქალბატონი მარინა, მოგესალმებით ქალბატონო მარინა. თქვენ თუ ხართ კმაყოფილი როგორ მღერის? არაჩვეულებრივი გოგონა მომიყვანეს. კი ბატონო, გიჟურები რო უყვარს ისეთი მოიყვანეს, ხო? თავიდან არ იყო მთლად ესეთი გოგონა. ცოტა მორიდებული იყო, მაგრამ მე შრომაში თანდათან გადავირიეთ. აჰა. არა, მართლა კარგი გოგონა, ამიტომ იმსახურებს ტასო ნამდვილად ამ ყველაფერს, სადაც არის დღეს. ქალბატონო ანასტასია. აი რაღაცას მარინა მასწავლებელს ვეთყვი. რა თქმა უნდა. მარინა მასწავლებელო ძალიან მიყვარხარ. აი, მარინა მასწავლებელსაც ძალიან უყვარხარ, დარწმუნებული ვარ და კიდევ უფრო მეტად შეგაყვარებ და სიმღერას, ამაშიც დარწმუნებული ვარ მე. დიდხანს აღარ შეგაწუხებ და არ შეგაწყენ თავს. ეხლა შემოწუხო, მე დრო მაქვს. კი ბატონო, კარგი. იცი რა მინდა, ეს დრო რომელიც გაქვს, მინდა რომ დაუთმოთ სიმღერას ახლა. მოკლედ, ახლა დადგა დრო რომ ანასტასია ყორღანაშვილმა ვიმღერო. Remember to allow into your heart
ანასტასია ყორღანაშვილი, აპლოდისმენტები მას. შესანიშნავი სიმღერა შეგვისრულა, როგორ იყო ჩაღიხარ, ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, თინათინს და ლუკას განსაკუთრებული მადლობა ბექ ვოკალისტვის. უღრმესი მადლობა თქვენ. და ახლა პირველი მოემართება ჩვენთან საჩუქრით ფაგიო. ეს გახლავს ფაგების ნაკრები იმისათვის რომ გაციება და ინფექცია არ მოგეკაროს არანაირი. დედამ იცის ფაგიო. კიდევ რო გვექნება საჩუქარი ხომ იც ლოკომოკოს ლომი მოგვიდან საჩუქარს. აჰა ჩვენთან სტუმრად იყო ანასტასია ყორღანაშვილი.